მართალია ყურადღება და მათ შორის ჩვენი ყურადღებაც მიპყრობილი არის რუსეთ-უკრაინის ომისადმი, საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებებისადმი, მაგრამ მაგალითად გუშინ დადასტურდა, რომ ყველას თავისი სამრეკლო აქვს და გამომდინარე აქედან თემას დავიწყებ ჩვენი ინტერესების სფეროდან, რაც უფრო ახლოს არის ჩვენთან და გუშინ მაგალითად გაირკვა, რომ 2008 წლის ივნის-ივლისში მიმოწერა ნამდვილად ჰქონდათ საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რუსეთის ფედერაციის იმდროინდელ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და გამოქვეყნდა ეს წერილები, ძალიან საინტერესო შინაარსი აქვს, ვინაიდან ორივე წერილი არის კეთილგანწყობილი, ერთმანეთსადმი ძალიან მეგობრული დამოკიდებულებით, თბილი და თანამშრომლობის მზაობის გამომხატველი. განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის წერილი ბუნებრივია და იქ ძირითადი აქცენტები არის შემდეგნაირი, რომ ხაზს უსვამს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში, რომ რუსეთის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს ის კონფლიქტები, რომელიც არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში ცხინვალის რეგიონი და დე-ფაქტო აფხაზეთი იგულისხმება, რომელიც არ აღიარებული იყო ჯერ კიდევ. სააკაშვილი მოითხოვს შექმნას ერთობლივი ადმინისტრაცია ბოჩამიშისა და გალის რაიონებში, ქართულ-აფხაზური და დევნილების დაბრუნება იყოს უზრუნველყოფილი და ამ ორივე რაიონის უზრუნველყოფას ფინანსურს თავის თავზე აიღებს თბილისი. ასევე სააკაშვილის თავაზობს რუსეთის ფედერაციის იმდროინდელ პრეზიდენტ მედვედევს, რომ შესაძლებელია გაიხსნება რკინიგზა, საქართველოს რკინიგზა აფხაზეთის მონაკვეთი, რომ აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა მოსკოვის სოხუმი, თბილისი, ერევანი და ასევე საზღვაო მიმოსვლა თბილისი, ტრაბზონი, რომ თურქებმა იმოძრაოთ თურქეთის მიმართულებით, ანუ ლაპარაკი არის სამშვიდობო, ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობაზე და საპასუხოდ, ვთქვათ, მედვედევის წერილიც არის, რომ 1 ივლისი თარიღდება 2008 წლისა, ისიც ასევე არის კეთილგანწყობილი, ოღონდ ერთობლივი ადმინისტრაციების შექმნაზე თავს იკავებს, ჯერ ნდობა უნდა აღდგეს მხარეებს შორისო და გამოთქვამს სურვილს თანამშრომლობის, თუმცა მიანიშნებს, რომ აი ეს რაღაც ემოციური გამოხდომები ხელს უშლისო ჩვენს თანამშრომლებს, მაგრამ მზად ვარ შეგხვდეთ კიდეცო. მაშინ რა მოხდა 2008 წლის 7 აგვისტოს, რატომ დასჭირდა, რატომ გახდა აუცილებელი თბილისისთვის ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება? მსგავსი რამ ხო არ მოხდა, რაც 2022 წლის მარტში, როდესაც რუსეთის და უკრაინის დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს თურქეთში, მოელაპარაკეს მშვიდობაზე და შემდეგ უკრაინამ თქვა უარი. ჩვენ შემთხვევაში რა მოხდა და არის თუ არა მსგავსება ამ ორ მოვლენას შორის?